არაკომერციული ორგანიზაცია პინის პროექტის საქართველოში გამჭვირვალე და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების პროცესის მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე ფარგლებში 2 თვის წინ საგრანტო კონკურსი ჩატარდა, სადაც გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა. ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის ავტორი თერჯოლის მუნიციპალიტეტი იყო. ახალგაზრდებმა ადრეულ ასაკში დაწყებული სწავლა წარმატებული მომავლის საფუძველზე ამ პროექტის ფარგლებში 2 თვის მანძილზე დაგროვილი ცოდნა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს. საერთოდ დაფინანსდა 15 პროექტი, მაგრამ კერძოდ თერჯოლის მუნიციპალიტეტში 5 პროექტი შეირჩა. მინდა აღნიშნო, რომ პრიორიტეტების მიმართ, ანუ ჩვენი პრიორიტეტები გამოვლინდა სამოქმედო გეგმაში, როდესაც შეირჩა და გამოვლინდა ძირითადი პრიორიტეტები, ერთ-ერთი პრიორიტეტი გამოვლინდა აი საბავშვო პარკების განვითარება. მინდა აღნიშნო, რომ დიდი მხარდაჭერა თვითმმართველობიდან 30% არის თანადაფინანსება თვითმმართველობის მხრიდან და ნამდვილად მადლობა მინდა გადაუხადო თვითონ პროექტის ხელმძღვანელობასაც და ლიდერებს და აგრეთვე თვითმმართველობის წარმომადგენლებს. პროექტის სიცოცხლის უნარიანი გავხადეთ, შევიძინეთ ისეთი რესურსი, სადაც საშუალება მიეცემა მომავალი წლის იანვრის და თებერვლის თვეებში ბავშვებს ჰქონდეთ სასწავლო რესურსი ადგილზე. ჩვენ მომავალში კვლავ ვაპირებთ ამ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღებას და იმ პრობლემებისთვის მხარდაჭერას, რომელიც შემდგომში ჩვენ საქმიანობას უფრო წარმატებულს გახდის. პროექტი მისდათ ნომერ 1, 2 და 3 საბავშვო ბაგაბაღების 13 ჯგუფის სათამაშოებით და სასწავლო ინვენტარით აღჭურვას ისახავდა. ასევე პროექტის ფარგლებში თითოეულმა ბაგაბაღმა სხვადასხვა სახის ღონისძიება წარმოადგინა. მე რამდენი პროექტი ვნახეთ უკვე ბაღებში განხორციელებული და სხვადასხვა თემებზე რა თქმა უნდა. ეს იმდენად ატაცებულია ბავშვებისაგან. პედაგოგებმაც რაღაცა შემოქმედებითი არეალი გაიხსნეს და ნახეს, რომ ვნახულობთ, რომ ბავშვებში არის საგნების, თემების აღქმის ძალიან დიდი უნარი. თუკი ჩვენ ვიმუშავებთ ყველაფერ ამაზე და მივაწოდებთ. რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. როცა ბავშვი რაც აქ ითამაშეს ახლა, რაც აქ ისაუბრეს, ეს მათ მეხსიერებაში ბოლომდე დარჩება. მე პირველ რიგში მინდა თლიანად ბაღის პედაგოგებს უთხრა მადლობა იმისათვის, რომ ძალღონეს არიშურებენ ესეთი კარგი საღამოები აჩუქონ ბავშვებს. არაკომერციული ორგანიზაცია ადამიანი გაჭირვებაში პროექტის დონორი ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა.